მოხდა ისე, რომ დამემართა ჰაიმორიტი, დამეწყო საშინელი სახის ძვლის ტკივილები, ჯირქოვანი გამონადენი. მივმართე, რა თქმა უნდა, ექიმს და დავიწყე ანტიბიოტიკებით მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობდი, ანთება გადავიდა ყურზე. შემდეგ უკვე ყურზე დავიწყეთ მკურნალობა ანტიბიოტიკებით და მკურნალობის ჩამთავრების შემდეგ მაინც დამრჩა ყრუ ტკივილები. დავიწყე პროდუქტების მიღება, რამაც არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, ასევე კატეზე გამიშვეს ექიმებმა და როცა მივედი კატეზე, ექიმმა შენიშნა, რომ ნახევარ მხარეს, ანუ მარჯვენა ნესტოში სუნთქვა მიჭირდა, ჩაკეტილი მქონდა. და მკითხე რჩევა ვითხოვე, რა შეიძლება რომ გამიკეთებინა, რომ პრობლემა მოგვარებულიყო. მითხრა, რომ არაფერი არ გიშველისო, არც ოპერაცია, არც მედიკამენტებიო და არაფერი არცადო. შედეგი იქნება ნული. წამოვედი, მაგრამ წამოვედი იმ შეგრძნებით, რომ ნახოთ თუ არ მექნება შედეგი, აი ესე. და სადღაც 2 დღეში, როცა ლივს ვიღებდი, უკვე 10 დღე იყო ლივის მიღებიდან გასული, გამეხსნა ეს მარჯვენა ნესტო, რომლითაც ვერ სუნთქავდი, ანუ მიზეზი დაასახელა ექიმმა, სისხლძარღვების შეშუპება გაქვსო. და რამდენი გაცივდები, იმდენი პრობლემა გექნება და ვერ ისუნთქებოდა. ამ 2 დღის მერე, რო წამოვედი ექიმიდან, რომ გამეხსნა ცხვირი, ჯერ ვერ უჯერებდი საკუთარ თავს, რომ მეთქვი, ეს როგორ შეიძლება, ამდენი წლებია ვერ სუნთქავ და ეხლა უცებ ჩვეულებრივად სუნთქავ. და რამოდენიმე დღე დავიცადე, მეთქვი, აბა იქნება ისევ პრობლემა შემექმნას და დროებითია იქნება ეს, მაგრამ მას შემდეგ ჩვეულებრივად სუნთქავ. რა ვიცი, აღარ ჩამკეტვია სასუნთქი გზები.